ნებისმიერი გირჩელი, რომელიც იქნება საკრებულოში, იქნება თქვენი უშუალოდ ჩვენი ამორჩელის წარმომადგენელი საკრებულოში და დაგეხმარება თქვენი პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ეხება ქალაქის ბიუროკრატიას. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ რაღაც საჭიროება აიღოთ რაღაც ნებართვა. ყველაზე სტანდარტული შემთხვევა არის, როცა ერთი დეპარტამენტი მეორეში გაგიშვათ, მეორე მესამეში, მეოთხეში და თქვენ შეიძლება რამდენიმე წელი იაროთ რაღაც ნებართვის ასაღებად, მხოლოდ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში არავინ არ აკეთებს თავის საქმეს და ყველას თვითონ პასუხისმგებლობა მოიშოროს. და წარმოიდგინეთ, რომ იგივე სიტუაციაში საკრებულოს წევრი მიდის და ზუსტად არ ყვევს, ვისთან უნდა მიხვიდეთ, რა უნდა გააკეთოთ და ხოლო ბიუროკრატმა იცის, რომ ამ საქმეს კურირებს საკრებულოს წევრი. დამიჯერეთ ეს პრობლემა მოგვარდება ბევრად უფრო სწრაფად და როგორც მინიმუმ იმას აერიდებ თავიდან, რომ უაზროდ ირბინოთ კაბინეტიდან კაბინეტამდე. აი ეს პრივილეგიას შენიანი საკრებულოში ექნება ყველა იმ ადამიანს, ვინც გირშ დაუჭერს ხარს და ეს იქნება უნიკალური პრივილეგია, იმიტომ რომ პრინციპში შემეტი არავის არ ქონდა აქამდე საქართველოს ისტორიაში ეს და არ მგონია რომ ქონდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელსაც ყველა ჩვენო მხარდაჭერმა ისედაც იცის, რომ ჩვენი ნახვა ჩვენთან ლაპარაკი ყოველთვის მარტივია, ჩვენ სულ ლაივში ვართ, გელაპარაკებით და ტელეფონით იქნება, თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ ოფისში. ასე იყო მაშინაც, როცა ჩვენ პარლამენტში ვიყავით და ამიტომ იგივეს გავაკეთებთ საკრებულოებში, იქნება ეს თბილისი, ზესტაფონი, ქუთაისი, ბათუმი თუ ნებისმიერი სხვა რეგიონი, სადაც თქვენ მოხვალთ, გააფრთხილოთ 26-ს და იმდენი იქნებით, რომ საკრებულოში გავიყვანოთ 2, 3, 4 ადამიანი. თავარი ამოცანა საკრებულოში შეიძლება უმრავლესობა ვერ კონდეს და ამის გამო ვერ შესავალ პრინციპულად ქვეყნის ქალაქის ბედი, მაგრამ ის ხალხი, რომელიც ჩვენ დაგვიჭერს ხარს, მიიღებენ 5 ოქტომბრიდან მოყოლებული პრივილეგიას ყავდეთ თავისიანი საკრებულოში. და როგორც მინიმუმ მათ უფრო კომფორტული ცხოვრება ექნებათ ამ ქალაქში, ვიდრე ყველა დანარჩენს. ამიტომ ჩემი ერთ ეს არის საკმარისი მიზეზი, რომ მიხვიდეთ და გააფრთხილოთ 36